ხელები თავზე. ხელები თავზე. ხელები თავზე, ხელები დროზე. დიგური საქამრიდან მოიხსენ ხელურგილები და დაადო წემდგომ ინდივიდს. მოუღო მანქანისკარი. ინდივიდს და ჩასვა შეუგრა უსაფრთხოების ხვედი და დახურა მანქანისკარები. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება ასევე ადვოკატის აღვანის უფლება, რასაც ეთქვის სასამართლოში შესაძლებელია თქვენს მიმართ იყოს გამოყენებული. გაქვთ დუმილის უფლება, გამოიყენეთ თქვენი უფლებები. მოაღო მანქანისკარი ჩამოაგდო ინდივიდი მანქანიდან და დახურა მანქანისკარები. ჩაკიდა ხელ და წაიყვანა შემიმართულებით. ნელა, წო. მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობა. დავნაშავე მოყვანილია. მოგესალმებით. მე ვარ სტატის მთავარი პროკურორი ანდრეა ვესეტი. მოკლედ გადავხედე თქვენს ბრალდებებს. თქვენ ბრალი გედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა. მოხმარებაზე, რომელიც თვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლს. ასევე, როგორც ბატონმა მოსამართლე ბრძანა თქვა უკაცრავად, ასევე ბრალი გედებათ განძრახ ყრილობაში და მომძიმებელი გარემოებაში, რომელიც თვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 200 მუხლს, სახაზინო ადვოკატი არის დუმისტ. ჩემ მოგესალმებით ყველას. როგორც ჩანს, მომიწია საქმეში ჩართვა და გასაგებია გავიცანი საქმეს. და ნახე, რომ ბრალი ედება გიორგი გროზინსკის ნარკოტიკის მოხმარებაზე და მკვლელობაზე, რომელიც 303 სისხლის კოდექსის კანონს ეხება. გასაგებია გავიცანი საქმეს და ვითხოვ, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს გიორგი. ასევე ოჯახური პრობლემები და მივისაჯოს მინიმალური სასჯელი. ბატონებო, თუ შეიძლება მითხრათ მოწმე ვინ არის? ბატონო გიუშკი მოწმეგნებავთ? უნდა მამდე რაღაცას მტენით, ესე ხო არ არის კაცო. მე ვარ ფედერალურ ბიუროს დირექტორი სოლომონი და საიდუმლო სამსახურის ეგრეთ წოდებული საიდუმლო აგენტებმა თქვენზე მოახდინეს დაკვირვება, რის შედეგადაც ეს ყველაფერი გამოიწვიეს თქვენზე თუ როგორ იყენებდით რა კრიტიკებს. არსებობს ვიდეო ფიქსაცია ამ ყველაფრის შესახებ. ბატონო, ორმა საიდუმლო აგენტმა თქვენზე გამოიწვია ყველაფერი და ამ ყველაფრის დასტური მოგუსა. თუ შეიძლება, 2 წუთით. ჩაკიდა ინდივიდს ხელს და წაიყვანა შემიმართულებით. ხო, პენიტენციურ დაწესებულებაში და 17 წლით აქ იყვება თავისუფლება. გადმოსვა ინდივიდი მანქანიდან დაკიდა მანქანის კარები. ჩაკიდა ხელი წაიყვანა შემიმართულებით.